6000 პუნქტი ზეცისთვის. დიდებული ხედია რა? ბატონო ვებერ, გთხოვთ გამომყვეთ. Დაბრძანდით ბატონო ვებერ, გთხოვთ. აი თქვენს მოხვედით. ეს მოხდა უფრო ადრე ვიდრე თქვენ გეგმავდით, ხომ? თქვენ ანუ შენ თქვენ ღმერთი ხართ? არა, მე არ ვარ ღმერთი. მე მხოლოდ უნდა შევამოწმოთ თუ რა გელოდებათ თქვენ შემდეგში. რას გულისხმობთ? თქვენ შემოსასვლელში უკვე იხილეთ ორი კარები. ერთ-ერთი მათგანი დღეს გაიხსნება თქვენთვის. ჩვენ მხოლოდ უნდა გავარკვიოთ, სად გაატარებთ თქვენ მარადისობას. ყოველგვარი ეჭვის გარეშე იმ შეშანიშნავ ქვეყანაში მე არ მინდა მოვხდე იმ ბნელეთში. ხო, ასე ამბობს ყველა, ვინც აქ ხვდება. ფიქრობ, ჩემ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს პრობლემა. მე მონათლული ვარ. რეგულარულად ვიხდი საეკლესიო გადასახადებს. ხანდახან წირავ კეთილი საქმისთვის. ამის გარდა ვცდილობ ვიცხოვრო კეთილსინდისიერად. უფრო სწორად ვცდილობდი მეცხოვრა, ნუ თქვენ ხვდებით, რასაც გულისხმობ. მე ვცხოვრობდი პრინციპით, სწორად მოიქეცი და არავისი მოგერიდოს. ამიტომაც თქვენ აქ ხართ, ბატონო ვებერ. აბა ვნახოთ რა გამოვა ამ ყოველივედან. რა უნდა გავაკეთო, რომ იქ მოვხვდე? თქვენ გესაჭიროებათ 6000 პუნქტი. 6000 პუნქტი? და როგორ უნდა მოვიპოვო ის? ნუ მაგალითად კეთილი საქმეების მეშვეობით, უცოდველი ცხოვრებით, კეთილი მორალით. ხომ ხვდებით? ხო, ნამდვილად. ზუსტად ესეთი იყო ჩემი ცხოვრება. მე ცუდი ადამიანი არ ვარ. ბოლოს და ბოლოს თქვენ აქ ზევით თვითონ უნდა იცოდეთ ეს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არავინ მომიკლავს. არასოდეს მომიპარავს. ვცდილობდი ყოფილიყავი მეგობრული ყველა ადამიანის მიმართ. რეგულარულად დავდიოდი ეკლესიაში. ნუ თითქმის რეგულარულად. გთხოვთ დაიცადეთ. ჩვენ ყველაფერს თანმიმდევრობით აღნიშნავთ. რათა შემდეგ დავთვალოთ პუნქტები. აჰა. კარგით. დავიწყო? თუ თქვენ დამისვამთ შეკითხვებს. კი, რა თქმა უნდა, დაიწყეთ. ხო. ეს არც თუ ისე ადვილია. ბოლოს და ბოლოს მე ხომ არ ვაწარმოებდი აღწერას ჩემი კეთილი საქმეების. ჩვენ კი ვაწარმოებდით. ნუ ინერვიულებთ ამის თაობაზე. ხო. კარგი. დავიწყოთ ჩემი მეუღლისგან.
მე ყოველთვის კარგად ვეპრობოდი მას, არასოდეს მიცემია. არც უფულობა განუცდია მას. მე ვასრულებდი მძიმე სამუშაოს, რომ მისი ცხოვრება ლაღი ყოფილიყო. 60 საათს კვირაში ვმუშაობდი. ბოლოს და ბოლოს შეხედეთ ჩემს ქალიშვილს. მე გავზარდი ზრდილობიან და წესიერ ადამიანად. რას აკეთებთ? მხოლოდ ერთი პუნქტი ამისთვის? და სად წავიდა ამდენი უძილო ღამე, როდესაც ის ავად იყო? რა, ეს არ მეთვლება? ჩვენ ხომ მას თავს ვევლებოდით. თქვენც ხომ იცით ამის შესახებ? რამდენადაც ვიცი, ის უძილო ღამეები ჩაეთვლება თქვენს მეუღლეს. დანარჩენზე კი ჩვენ ცალკე ვილაპარაკებთ. კარგი გავაგრძელოთ. ვერასოდეს წარმოვიდგენ, რომ აქ ასე გამოგედევნებოდნენ ყველა წვრილმანზე. ჩემი სიდედრი ბოროტი ადამიანი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად მე მაინც თავაზიანი ვიყავი მასთან მიმართებაში. რა? მხოლოდ ერთი პუნქტი? თქვენ იცით რა მიღირდა მე ეს? ვიცით, მაგრამ თქვენ უნდა გყვარებოდათ იგი. რა? ჩემი სიდედრი? თქვენ უბრალოდ მას არ იცნობდით. ეს რომ ვინმეს ესმოდეს ახლა. ის მყარებოდა? ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. მე ხშირად ვეხმარებოდი მეზობლებს. ერთი წუთით. თქვენ გულისხმობთ ბატონ კარსტენს? ჩვენ კი აქ გვიწერია, რომ ბოლო დროს თქვენ მტრობდით მას. მიწის ნაკვეთზე მდგარი მაღალი ხის გამო. ხო, რა თქმა უნდა, მასთან მშვიდად ცხოვრება ხომ შეუძლებელი იყო. რამდენი პუნქტი მაქვს მე? მე ეს ყველაფერი უკვე მომბეზრდა. 32. რა? 32? მე ასე 50 პუნქტსაც ვერ შევაგროვებ. თქვენ არ მეკცევით მე სამართლიანად. შეხედეთ სხვა ადამიანებს. მე სხვებზე უარესი არ ვარ. კვლელები, მცირეწლოვანთა მაცნუნებელნი. ბატონო ვებერ, ჩვენ აქ თქვენს ცხოვრებას განვიხილავთ და არა სხვებისას. კი, მაგრამ რაიმესთვის შემიძლია მივიღო მეტი პუნქტი? მოდით 10 მცნებით ვცადოთ. მე თითქმის ყველას ვასრულებდი. კი, ამას შეეძლო ბევრი პუნქტის მოცემა თქვენთვის.